ხელისუფლება წლების წინ მოსახლეობის მიერ დაკარგული თანხის დაბრუნებას გეგმავს უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც საბჭოთა პერიოდის ანაბრების რაოდენობა უნდა დაადგინოს. ეკონომიკური გუნდის ვარაუდით ანაბრების დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად მოხდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა რესურსი და როდის შეძლებს სახელმწიფო მოქალაქეების ვალის გასტუმრებას. ეს არის სახელმწიფო საშინაო ვალი. ის აღიარებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენ მუშაობთ იმისათვის, რათა გავარკვიოთ რამდენია ეს ვალი. მთავრობა საბჭოთა პერიოდის ანაბრების დათვლას რამდენიმე წელიწადში კი მის გასტუმრებას დაიწყებს. ამ მიზნით კომისია უკვე შექმნილია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საკითხის სირთულიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს რა რაოდენობის თანხა დაკარგეს მოქალაქეებმა. ეს არის ძალიან რთული და ძალიან კომპლექსური თემა. ელემენტარულად ძალიან ბევრი ინფორმაციაა დაკარგული. ამიტომ ჩვენ უნდა დავადგინოთ ეს ინფორმაცია, ვიდრე ზუსტად არ გვექნება ინფორმაცია ცხადია, რომ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება უპასუხისმგებლო მთავრობის მხრიდან. ანაბრების რაოდენობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ონოფრიშვილის მტკიცებით, ანაბრების დაბრუნების პროცესი რამდენიმე წელიწადში ეტაპობრივად დაიწყება. კომისია, ჩემი აზრით, მე ერთ-ერთი წევრი ვარ ამ კომისიის, ძირითადად იმუშავებს, რომ მოხდეს სრულად ინვენტარიზაცია, რეალურად რამდენია ეს ვალი, ოღონდ ინფლაციის გათვალისწინებით და ინფლაციის გარეშე. წელს ჩვენ ალბათ რაღაცა მონახაზი გვექნება უკვე რეალური, რა შეიძლება შევთავაზოთ მოსახლეობას. საპარლამენტო უმცირესობაში მთავრობის ინიციატივას საეჭვოდ მიიჩნევენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებს აინტერესებთ, რა რესურსებით აპირებს ხელისუფლება ანაბრების დაბრუნებას. მე არ ვიცი რა გათვლებით შესძლებს ახალი ხელისუფლება ამ დანაპირების აღსრულებას, მაგრამ თუ ეს დანაპირები ნამდვილად გაჟღერდა, მაშინ ჩვენ მაქსიმალურად საზოგადოებასთან ერთად მოვითხოვთ ამ დანაპირების ასრულების კონკრეტულ სქემას. ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის საბჭოთა ანაბრების დაბრუნება რეალურად არც ამ სფეროს ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია. მათი განცხადებით, დაკარგული თანხების გასტუმრება შესაძლოა ეკონომიკისთვის საზიანო აღმოჩნდეს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თანხის ზუსტად დადგენის შემთხვევაში ამის განხორციელება თავისუფლად მოხდება. მე არ ვფიქრობ, რომ გაუსტუმრებელ თანხაზეა ლაპარაკი. ყველაფერი რეალურად უნდა შეფასდეს, ყველაფერი უნდა შესაბამისი კურსით იქნას გადაანგარიშებული, რომ ადამიანებმა არ განიცადონ ზიანი. თუ კი ეს განაცხადებად გადასახადის გადამხდელებს, ანუ მათ ფული, რომელიც გადასახადებიდან იქნება აკრებილი, ან ახალი დამატებით ფულის მოშიდან იქნება მიღებული, ეს ჩემი აზრით სწორია. დღევანდელი მდგომარეობა, მიმდინარე პერიოდში ანაბრების გასტუმრების შანსი საკმაოდ დაბალია. ეს არის დროში გასაწევრი პროცესი. შეიძლება რაღაც თანხების გადმოტანა მიმართულებით, თუმცა ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ეკონომიკისთვის. ანაბრების დაბრუნებას მთავრობის მიერ მიღებულ პოპულისტურ გადაწყვეტილებას უწოდებს კახაბენ დუქიძე. ჩემისათვის ეს არის ძალიან პოპულისტური ნაბიჯი, იმიტომ რომ სრულფასოვანი დაბრუნება იმ ანაბრების, რომელიც ხალხს ხონდა საბჭოთა დროს შეუძლებელია, ის ანაბრების შეჭამა ინფლაცია. არავითარი რეალური გზა ანაბრების დაბრუნების არ არსებობს, ეკონომიკურად შინაარსი დაბრუნებას არ აქვს. რა რესურსებით და როდის შეძლებს სახელმწიფო მოქალაქეებისთვის საბჭოთა პერიოდის ვალის გასტუმრებას ეს ჯერ უცნობია. საკითხს ჯერ კიდევ 2004 წელს შექმნილი საპარლამენტო კომისიაც სწავლობდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელი დარჩა.